უკვე 9 საათია საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით პირველად ირჩევენ მერებს, გამგებლებს და საკრებულოს წევრებს. როგორ მიმდინარეობს არჩევნები, რა დარღვევები გამოავლინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან. თეო ბაკურიძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. თეო, რა საჩივრებია ამ დროისთვის? ნათია, მე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფაქტით დავიწყებ, რომელიც საიეს აჭარის ორგანიზაციის დამკვირვებელმა დააფიქსირა და დაწერა საჩივარი. ქობულეთში ჩაისუბნის 63 უბანზე საუბნოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ამომრჩეველი არ შეუშვა უბანზე და არ მისცა ხმის მიცემის საშუალება, მხოლოდ იმიტომ, რომ მან ჩათვალა, რომ მას არაეთიკურად ეცვა, ანუ არ ეცვა შესაბამისად. მე აღნიშნა, რომ ამომრჩეველი უბანზე იმყოფებოდა შორტით. ამ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ საიეს დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა. აღნიშნულ ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალება მხოლოდ მას შემდეგ მიეცა, რაც მან შარვალი ჩაიცვა. ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე საიეს დამკვირვებლებმა საქართველოს მასშტაბით 44 საჩივარი დაწერეს და 56 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში, რაც შეეხება ბათუმს, აქ საჩივრები ძირითადად დისციპლინარული პასუხისმგებლობის მოთხოვნით დაიწერა და წილის ყრის პროცესებს ეხება. ზოგადად სიმშვიდეა, არის გამონაკლისი შემთხვევები, ტექნიკური ხარვეზები, რაც ძირითადად დაკავშირებული არის კომისიის წევრების არაკომპეტენტურობასთან. და საჩივრები რა საჩივრები დაიწერა? ამ დროს დაწერილია მხოლოდ ერთი საჩივარი და 5 შენიშვნა, რომელიც უკავშირდება ძირითადად წილის ყრას. სამართლიანმა არჩევნებმა დარღვევების შესახებ ბოლო ინფორმაცია 3 საათზე გაავრცელეს. ამ დროისათვის ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 2 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 29 საჩივარი. ბათუმის 79 და 82 უბნებზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა სიებში წინასწარ დაფიქსირებული ხელმოწერების 3 შემთხვევა, მარკირების შემოწმების, გაკეთების გარეშე ხმის მიცემის 10 შემთხვევა, მათ შორის 3 ბათუმის 97 პირველ და 56 უბნებზე, არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 8 შემთხვევა, მათ შორის ერთი ქობულეთის 19 უბანზე და შუახევის 38 საარჩევნო უბანზე. საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ აკრედიტაციის არ მქონე პირები და კანდიდატები. სამართლიანი არჩევნების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად მათ საჩივარი ბათუმის მე-6 უბანზეც დაწერეს, სადაც გადასატანი ყუთის უბანზე დაბრუნების დროს დააფიქსირეს, რომ ამომრჩევლების სიაზე ხელი არ იყო მიმოწერილი. ორგანიზაცია გადასატან ყუთში არსებული ბიულეტენების ბათილად ცნობას ითხოვს. სამართლიანმა არჩევნებმა ასევე გამოაქვეყნა დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვის 5 ფაქტი, მათ შორის ერთი ბათუმის 30 უბანზე დამკვირვებლებს შეზღუდათ ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთების უფლება. აკრედიტაციის გარეშე დამკვირვებლის უბანზე შესვლის ფაქტი ბათუმის 30 უბანზე მე-4 არქმაც დააფიქსირა. ეს მომიწყდა და გასაკეთებლად მქონდა შემოდანდა რა პრობლემაა დავავაშავე რამე შულო და რატო აძლევთ თავმჯდომარის მითებას რა ის მითითებას ვაძლევთ არ ვიცი შულო თქვენ რა გაიგონეთ მე არ ვიცი მე მივედი რაღაც ჩემი საქმე უთხარი წავედი რა თქვენ რა გაიგონეთ არ ვიცი და სა ყველაფერი გაკეთებული მაქვს გნებავთ რამე შულო სამოქალაქო განვითარების ცენტრიდან არის თუ არა ვინმე რეგისტრირებული მაჩვენებელი დასაკერებთან გაშეხეთ ეს როგორია ორგანიზაციას სამოქალაქო არა სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიული განვითარების რეგისტრაცია თქვა თქვენ თვითონ გქონდა წუთში შემოვედი შვილო არა როგორ არა თქვენ არ მომიცეთ აგება შეთავაზდნენ ერთმა რეგისტრაცია დატოვა ერთმა დარბაზი და უთხრა დღეს მეორე ნახევარში შევალა მე იგი უნდა მოსულიყო ჩემთან რომ მე გამეტარებინა არ შეიძლება და პრობლემა არ არის შემოვიდეს მეთქი მე მგონი თქვენ ამასაც გაიგებდით იყო ხალბატონი რომელიც იცნობდით აშკარად ხალბატონს ჩემი მეზობელი ამ ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი ეს რა ქვია ზუსტად ვის ემსახურება და რაც ემსახურებოდ ეს არის მეზობელი შედარის სახელიც ვიცი მხალოდ გვარი არ ვიცი ამ ხალბატონის ხო და ახლა შემოსულ ხავთ არ არის არც დამკვირვებელი არც კი მართალი ხარ შემოდა თან დაინახეთ იმ წუთას ავდექი შემოდა იმ წუთას ავდექი და გავაკეთე რეაგირება მგონი დაინახეთ იმიტომ ახლა დღეს ახლა მაგათ იყო ესეთი ამომრჩეველი მოვიდა ჩვენს წევრს ეუბნება ვის მივცე ხმა რა ვქნახა ჩვენ ვარ დამნაშავე ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებლების მხრიდან კომისიის საქმიანობაში უხეშშარებას ადგილი არ ქონია ჩვენი დამკვირვებელი ასრულებდა თავის მოვალეობას ანუ ახორციელებდა დაკვირვებას გარკვეული ინფორმაციის მოსაპოვებლად და მისი მხრიდან რაიმე უხეშშარებას კომისიის საქმიანობაში ადგილი არ ქონია ჩვენ წერთ საჩივარს იმასთან დაკავშირებით რომ სპეციის მონაცემები ჩანაწერთა წიგნში არასწორად არის შეტანილი
რამდენიმე სახის დარღვევა დააფიქსირა აჭარასთან მიმართებაში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომაც ამ დროისთვის ორგანიზაციამ ქვეყნის მასშტაბით 20-მდე სერიოზული და 15 შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევა აღმოაჩინეს. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 16 საათისთვის 11 საჩივარი დაწერეს. ამის საათისთვის ძირითადად გამოავლინეთ ტექნიკური და პროცედურული ხასიათის დარღვევები, რაც უკავშირდება თქვათ დროზე საარჩევნო უბნის გახსნას, საკონტროლო ფურცლის ჩაგდებას. იყო პრობლემები ჩვენი დამკვირვებლების უბანზე შესვლასთან დაკავშირებით, მაგრამ საოლქოს ჩართვის შემდეგ ეს პრობლემა აღმოიფხვრა. ასევე ერთ-ერთ უბანზე ბათუმში ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომელიც იყო ამავდროულად ორგანიზაციის წარმომადგენელი, იყო კონკრეტული სუბიექტის სააგიტაციო მასალით მისული და უბნის თავმჯდომარის მითითების შემდეგ ამ ადამიანმა დატოვა ეს ლიტერატურა უბანს გარეთ. ასევე პრობლემა ხანდახან ფოტოსურათების შესაბამისობა კონკრეტულ პირებთან. იყო შემთხვევები, როდესაც მამაკაცის სახელსა და გვარზე მითითებული არის ქალის ფოტო, რა თქმა უნდა, იქ შესაბამისი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს ამის შემდეგ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მომდევნო შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს რამდენიმე საათში, საერთაშორისო სამართლიანი არჩევნები კი 19 საათზე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე კი შემაჯამებელ ბრიფინგს 21 საათზე გამართავს. ნათია, ის იყო ამ დროისათვის ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, რაც შეეხება შეფასებებს. არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ დარღვევები ძირითადად პროცედურულ საკითხებს ეხება და რაიმე სახის სერიოზულ დარღვევას ჯერჯერობით აჭარაში ადგილი არ ქონია.